Kimandriti Lazare Abashidze, Sulis Parulis Neulebani. Rit განსხვავდება სახარებისეული სიკეთე კაცობრიობის სიკეთისაგან. ადამიანები, რომელთაც არ ესმით სულიერი საფუძვლები იმისა, რაც ამ ქვეყნად ხდება, კაცთან ამოქმედარ ძალზე ზედაპირულად მარტოოდენ მისი გარეგნული გამოვლინების მიხედვით აფასებენ. მათთვის პიროვნების საქმიანობა არის აშკარად ცოდვითი ანუ ბოროტი, ან და კეთილი ანუ შესაქები. ეს ადამიანები ცდილობენ ეს ორი შეფასება გამიჯნონ ერთგვარი მიახლოებითი საზღვრით, რისთვისაც იყენებენ სიკეთისა და ბოროტების ყველაზე ბუნდოვან და არამდგრად საზომს, იმას, რაც საერო კანონებით არის მიღებული. თავად ეს სოფელი არ ფლობს იმ ჭეშმარიტებას, რომლითაც იგი შეიცნობდა ნამდვილ ღირებულებებს. მხოლოდ ერთი კანონი ეძლევა ნათელ გამსაზღვრებას იმისა, რა არის ცოდვა, რა არის სიკეთე, რა არის რა. ეს არის სახარებისეული კანონი. ამა სოფლის კანონები ცდილობს ხანდახან აქა-იქ მაინც დაემსგავსოს ქრისტიანულ კანონებს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად არის. კაცი თავისი დაცემის შემდგომ მართალია მთლიანად დაემონა ცოდვას, დამახინჯდა, დასნეულდა და გაბოროტდა, მაგრამ შემოქმედის მიერ მასში ჩადებული ბუნებითი სიკეთის რაღაც საწყისი კიდევ შემორჩა. თუმცა შეერია ცოდვის შხამი, დაკარგა სიწმინდე და სისუფთავე. ამ უბადრუგ ნაშთზე დაიწყო ადამიანმა სიკეთისა და ზნეობის, სიყვარულისა და სამართლიანობის შესახებ თავის სწავლებათა აგება, მაგრამ უწმინდურობით შებილწული ასეთი ბრჭყალებში სიმართლე კაცს ვერ ასწავლის ჭეშმარიტ სიკეთეს, ვერ განუცხოველებს და განუკუნავს სულს, უფრო ხშირად ეს უდიდეს ცდომილებაში შეყავს. ურწმუნო ადამიანებიც აკეთებენ არც თუ ცოტა ლამას, თითქოს და სანაკებო საქმეს, აღასრულებენ მრავალ სათნოებას, მოწყალების, სიყვარულისა და თავგაწირვის ზღვაწლს. ზოგჯერ სიცოცხლეს წირავენ საკუთარ ერის ან მოყვასისათვის. თავის უკანასკნელ ლუგმას აწვდიან მშიერს, ეხმარებიან ერთმანეთს გაჭირვებაში, თავიანთ ქონებას ხარჯავენ სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებზე. გვხვდება გასაოცარი გმირული მაგალითებიც, რაც ბევრს სულის სიღრმემდე შეძრავს, მაგრამ სიკეთის ყველა ეს გამოვლინება თუ არ ეფუძნება სახარებას, თუ არ არის მორწმუნე ქრისტიანის სულის სიღრმიდან აღმოცინებული, მაშინ ეს ყველაფერი ესოდენ მოსაწონი იქნება არაწმინდა და დაცემით შებილწული. მათ არ გააჩნიათ ღვთის წინაშე ის ღირებულება, რასაც კაცნი მიაწერენ. ამ ჭეშმარიტებას დღეს მრავალი ვერაფრით იწყნარებს, ბევრს მისი მოსმენაც კი აოცებს, გაანაწყენებს, ზოგს განარიცხებს კიდეც. და მართლაც, უცნაურია კაცი აღასრულებს მაღალ ღვაწლს, სწირავს სიცოცხლეს მოყვასისათვის, კვდება, რათა სხვამ ბედნიერად ცხოვრება შეძლოს და განა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ასეთი გმირის სულის ცხონება. თუ შეიძლება მას ჯოჯოხეთი ემუქრებოდეს? განა ასეთი საქციელი არ ჩამორეცხავს კაცის ყველა ცოდვას? ეს ყველაფერი სასტიკად ჟღერს, მაგრამ შევხედოთ ამას სხვა მხრიდან. თუ კაცი გმირობის ჩასადენ ძალას არ იღებს ქრისტიანული სარწმუნოებიდან, არ მოქმედებს ქრისტეს გულისთვის და სახარებისეული სწავლების თანახმად, თუ ეს დაუგაწირვა აღესრულება არა უფლის ძალით და სახელით და მაშინ გამოდის, რომ ცხონება კაცს შეუძლია სარწმუნოების ქრისტეს მიერ გამოსყიდვის გარეშე, რომ დაცემულ ადამიანს შემორჩა ის ძალა და სიწმინდე, რაც საკმარისია მისი განცხოველებისათვის, რათა თვითონ დააღწიოს თავი ცოდვის ბორკილებს. მაშ რატომ გახდა საჭიროა გოლგოთის საშინელი მსხვერპლი, ქრისტეს სწავლება, სახარება, ეკლესია? რაღაც გვინდა საიდუმლონი, ლოცვა, მარხვა, ქრისტიანული მოღვაწეობა? თუ საკმარისი იქნებოდა მარტოოდენ ჩვენი სურვილი და ნების ძალისხმევა, სარწმუნოებაც აღარ დაგვჭირდებოდა, ეს რას ნიშნავს? საქმე ის არის, რომ კეთილი, მშვენიერი სანაკებო საქმეების კეთება და სარწმუნოების საქმეთა აღსრულება ერთი და იგივე არ არის. სარწმუნოების ღმერთის გარეშე აღსრულებული კეთილი საქმენი ეკუთვნიან ამას სოფელს და მისგანვე იღებენ საფასურს, დიდებას, პატივს, ღირსებას.
მათთვის უცხოა მარადიული ზეციური დიდება, ხოლო სარწმუნოების საქმეები შინაგან ეძღვნება ღმერთს, აღესრულება მისდამი ლოცვა ვედრებით, შეძლებისაერ ფარულად, რათა ამის შესახებ მარტოოდენ უფალმა იცოდეს. ასეთი საქმენი გარეგნულად ნაკლებ შთამბეჭდავნი არიან, მაგრამ მათ შეიწყნარეს უფალი და სამაგიერო დიდებას მიაგებს სამომავლო ცხოვრებაში. ზოგადად არასწორი იქნება მივიჩნიოთ, რომ სულის ცხონება და ზეციური სასופველის დამკვიდრება ჩვენს კეთილ საქმეებზე არის უშუალოდ დამოკიდებული. ღმერთი იწყალებს და აცხოვნებს კაცს არა მისი კეთილი საქმეებისთვის, არამედ მორწმუნე, შემოსრული და დამდაბლებული გულის გამო. რა თქმა უნდა, ეს სარწმუნოება კეთილ საქმეთა გარეშე ვერ იარსებებს, იგი უეჭველად განხორციელდება კონკრეტულ საქმეებში და ეს საქმეები იქნება ყველაზე კეთილი და წმინდა, რადგან მორწმუნეს ამას თავად უფალი ასწავლის. ამიტომ არის არამართებული უკადაგო ხალხს მხოლოდ განყენებული სიკეთის შესახებ. ასწავლოთ მათ, უყვარდეთ მოყვასი, იყვნენ გულმოწყალენი, კეთილნი, მაგრამ ამასთან ან განუმარტო მათ წმინდად და ღვთისმსათნოთ ამის აღსრულების ვერაფრით შეძლებენ სახარებისეული სწავლების, ეკლესიის სულიწმინდის მადლის გარეშე, რისი მიღებაც შეუძლიათ მხოლოდ ტაძარში, წმინდა საიდუმლოებებით. თუ ამას არ აუხსნით, ადამიანები იფიქრებენ, რომ სურვილისամբ მშვენივრად შეძლებენ თავიანთი სირთულეების დაძლევას, ეკლესიის საიდუმლოთა სულიწმინდის მადლისა და ქრისტეს გარეშე. ამ ქვეყნად ხშირად აღასრულებენ კეთილ საქმეებს, მაგრამ უფრო ხშირად ბოროტად იქცევიან. ამას სოფლის ცოდვები გაცილებით მოქნილი და მრავალფეროვანია, ვიდრე მისივე ქველი საქმენი. ურთიერთთან ისე ახლოს არიან ამ სოფლიური ცოდვები და სიკეთე, თითქოს მათ შორის წინააღმდეგობა არც არსებობდეს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც ყველა აქებს სიკეთისთვის უამრავ სასიზღვრობათა ჩამდენიც არის, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამასოფლის გმირი რაღაც გასაოცარ თავგანწირულ გმირობას გამოიჩენს მანამდე და მის მერე და ყველაზე გარეწარ და საზიზღარ საქმეს ჩადის. ამასოფლის ბრჭყალებში სათნოებანი, სიყვარული, თავგანწირვა, გმირობა, მოწყალება და მანკიერებანი, სიძულვილი, ეგოიზმი, თავის მოყვარება, ქედმაღლობა ერთმანეთის გვერდით-გვერდ არსებობს. სინამდვილეში ყოველი მათგანი ეფუძნება დამღუპელ ვნებებს. სიკეთე იქ თითქოს იმისთვის არსებობს, რომ გამოკვეთოს და მეტი სიტყვება შესძინოს ცოდვას, გაამძლაფროს მისი გემო. თავად ეს სიკეთე ფესვებით ისრუტავს წაბილწულ წყალს. ამ პარტავნებისა და ცუდმადიდობის ფარული გულის სიტყვები იქვე ახშობენ სულის ყოველგვარ გულწრფელ რამდენადმე ამაღლებულ სწრაფვას. მღვდელმთავარი ეგნატი ამბობს, კაცობრივი სიმართლის მიმდევარი სავსეა თავდაჯერებულობით, ამპარტავნებით, თვითწთუნებით. ის ქადაგებს ყვირილით, ამცნობს საკუთარ თავსა და საქმეებზე, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას უფლის აკრძალვას. მათი სახარების მეექვსე თავი 1:18. სიძულვილითა და შემოსვლებით უხდის მათ, ვინც გაბედავს ხმის ამოღებას და ძალზე საფუძვლიანად და კეთილგანზრახვით შეეპასუხება მის სიმართლეს. ის თავს მიიჩნევს მიწიერი და ზეციური ჯილდოებისთვის ფრიად ღირსეულ კაცად. სახარებისეული მცნებებით მცხოვრები მუდამ თამდაბლობით არის შემოსული. ადარებს, რამდენად შეესაბამება მის მიერ ყოვლადწმინდა მცნებათა აღსრულება, მათ ამაღლებულობისა და სპიტაკეს მუდამ აღიარებს, რომ მის მიერ მცნებათა აღსრულება მეტისმეტად არასაკმარისი და ღვთისათვის არასაკადრისია. მიიჩნევს თავს დროებით და მარადიული საჟელთ და ღირსად, იმის გამო, რომ სწოდავს, სატანასთან არ წყვეტს ურთიერთობას. ზოგად საკაცობრიობო დაცემაში იმყოფება და ბოლოს, რომ მცნებებს არასაკმარისად და ხშირად არასწორად აღასრულებს. დაგებადება რაიმე კეთილი აზრი? შეჩერდი და არ იჩქა, რომ მისი წინ დაუხედავად და უფიქრებლად შესრულება. შეიგრძნობ გულში რაიმე კეთილ სწრაფვას? შეჩერდი, ნუ გაგიტაცებს იგი, დაეკითხე სახარებას. განსაჯე, ეთანხმება თუ არა უფლის ყოვლადწმინდა სწავლების შენი კეთილი აზრი და
გულისმიერი კეთილის სწრაფვა. მალე ამოიცნობ, რომ საერთოდ არ არსებობს თანხმობა სახარებისეულ სიკეთესა და დაცემული კაცობრიობის ბუნების სიკეთეს შორის, რომელიც აღრეულია ბოროტებასთან და თავადაც ბოროტებად არის ქცეული. ასე ხდება გემრიელი და ჯანსაღის საკვები მომწამლავი, როცა მას შხამს გაურევენ. ერიდე დაცემული ბუნებიდან მომდინარე სიკეთის კეთებას. ამ სიკეთის კეთებით გაიღრმავებ დაცემას, განავითარებ თავდაჯერებულობასა და ამპარტავნებას. აშკარად დაემგვანები დემონებს და პირიქით სახარებისეული სიკეთის ქმნით, როგორც ღმერთკაცის ჭეშმარიტი და ერთგული მოწაფე ღმერთკაც მიემსგავსები. თითოეული საქმის კეთებისას მნიშვნელოვანია გულის სიღრმეში ჩვენი შეფარული გულის სიტყვების სამალავებში ჩახედვა. ყოველი საქმე, სანამ მას შევუდგებით, იწონება და ფასდება ჩვენი შინაგანი შესაძლებლობისავით. იქ იმართება ერთგვარი საიდუმლო ბჭობა. გული თავისას ამბობს, ღალებში თანახმა ან წინააღმდეგი, გონება თავისას, ჩვენი გრძნობა, სხეული, ვნებები, მიდრეკილებანი, სისუსტენი ყველა თავისას ლამობს. და თუ ამ საბჭოზე სამართლიან განაჩენს გამოიტანენ, საქმე გადაწყდება ქრისტეს რჯულისაებრ. აღესრულება სული საცხოვნებლად. მაგრამ თუ დაიშვება მზაკრული ნიკერძოება, რომელიმე ვნების სასარგებლოდ გაჩნდება ამ ვნების გამოკვების ფარული აზრი. მაშინ აღსრულებული საქმე გარეგნულად და კეთილად და მშვენიერადაც უნდა გამოიყურებოდეს, სულს უფრო ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ნებისმიერი მცირე ოდნავ შესამჩნევ საქციელს გულის სიღრმეში მუდამ რაღაცას ვუძღვნით, აღვასრულებთ მიწიერის ან ზეციერის გამო, ღვთის ან ადამიანის გულისთვის. ხშირად თავად ამ მიძღვნას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარეგნულად აღსრულებულ საქმეს. სწორედ მას აქვს მთავარი ღირებულება ღვთის წინაშე.